საქართველოს უსაფუძვლო კრიტიკა და მნიშვნელოვანი როლი სტატიას ამერიკული გამოცემა National Interest აქვეყნებს პუბლიკაციაში ის მონაცემებია ასახული, რომელმაც ბრიუსელის ყურადღება რატომღაც ვერ მიიპყრო და სამაგიეროდ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში აისახა. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, როლი და აღნიშნულია, რომ დროა ვაშინგტონმა დიპლომატიური ურთიერთობების გადატვირთვაზე იზრუნოს. მარიამ ბუღაძე გიამბობთ. ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან საქართველოს მიმართ წამოყენებული დაუსაბუთებელი ბრალდებების მხილება ამერიკულ გამოცემაში. National Interest-ი წერს, რომ საქართველო უსაფუძვლოდ გახდა ბრიუსელის მხრიდან გაზრდილი ფინანსური და პოლიტიკური წნეხის სამიზნე. კონკრეტული პირების შეფასებები, რომ რეალობა საცდენილი ამას სტატიის ავტორი ფაქტებით ამყარებს. ეს ბრალდებები ნაკლებად დამაჯერებლად ჟღერს თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების ძირითადად დადებით შეფასებებს. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასულ წელს შეაქვეყნა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე მდგრადი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის. ანალოგიურად ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით საქართველო ევროკავშირის 17 წევრ სახელმწიფოზე წინ დგას. შეერთებული შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონევრული პოლიტიკური არჩევანია. სტატიის ავტორი ამერიკასა და საქართველოს შორის ღირებულებებით კავშირზე მიუთითებს და წერს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც ამერიკამ შეიმუშავა, ემთხვევა ქართული ოცნების ხედვას, რაც უნდა გახდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა. თბილისი მოქმედებს ტრადიციონალისტური კონსერვატიზმის ფორმით, რომელიც ერთდროულად არის არსებითად ქართული და თანხვედრაშია ვაშინგტონის ახალ ცივილიზაციურ პრიორიტეტებთან. ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით განსაზღვრული გადაჯგუფება პოლიტიკური დაახლოების კარს ხსნის, რაც ვაშინგტონს სთავაზობს იდეოლოგიურად თავსებად ევროპულ პარტნიორს, რომელიც მზადაა არა მხოლოდ ამ ალიანსის აღდგენისთვის, არამედ მისი თანამედროვე რეალობებთან ადაპტაციისთვის. შავი ზღვის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე საქართველოს ჩართვა ამ ტრაექტორიას გაამყარებდა. ამერიკული გამოცემის მიერ აღიარებულია საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა შუა დერეფნის პროექტში. ამიტომ ავტორი ამ მხრივად საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. აქ არსებობს მნიშვნელოვანი კომერციული შესაძლებლობები, თუ ვაშინგტონი სწორად იმოქმედებს. საქართველოს მთავარი საზღვაო პორტი, ფოთი, შავი ზღვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კრიტიკული ნაწილია და სტრატეგიულად აუცილებელია შუა დერეფნის განვითარებისთვის. თბილისი როგორც რეგიონული საავიაციო ჰაბი, ასეთია National Interest-ის შეფასება იმ შედეგების გათვალისწინებით, რომელიც ბოლო წლებში საქართველომ აჩვენა. ამერიკული გამოცემა მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის ნებისმიერი პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც საქართველოს გვერდის ავლით იქნება შემუშავებული, წარუმატებლობის რისკებს შეიცავს. მხოლოდ გასულ წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში თითქმის 6 მილიონი მგზავრი იმყოფებოდა, რაც 2024 წელთან შედარებით 14%-იან ზრდას წარმოადგენს. დამატებით 1,800,000 მგზავრი იმყოფებოდა საქართველოს სიდიდით მეორე აეროპორტში, ქუთაისში. ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის გაფართოება ტრიბსა და შუა დერეფანში საქართველოს ჩართვით მხოლოდ დროის საკითხია. სამხრეთ კავკასიის ნებისმიერი პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც არ მოიცავს საქართველოს სავარაუდოდ უფრო მეტ სირთულესა და ხარვეს წარმოშობს, ვიდრე პრაქტიკულ შედეგებს, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. დიპლომატიური ურთიერთობების გადატვირთვისთვის ახლა საუკეთესო დროა და ეს ვაშინგტონმა უნდა გამოიყენოს. ასე სრულდება ამერიკული გამოცემის მიერ მომზადებული სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს სტრატეგიული როლი და სწრაფად მზარდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოწმობს, რომ თბილისი ღირებული პარტნიორია.